კომერსანტის თემა ეთერშია კვლავ, მე ნოდარ სირბილაძე ვარ და ახლა სამშაბათის ტრადიციული რუბრიკის ჯერის დადგა კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა და ტრადიციულად დღესაც საინტერესო შემეცნებით თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ოლიკო კობახიძე შემოგვიერთდა, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სტუმარი, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი და მასთან ერთად უნდა ვისაუბროთ სახელმძღვანელოებზე, ახალ სახელმძღვანელოებზე, რაც შეიმუშავა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო და ერთ-ერთი მიმართულება ულიკო არის სწორედ სტანდარტების შესახებ სახელმძღვანელო. მოდი დავიწყოთ სწორედ ამაზე საუბარი, რას გულისხმობს აღნიშნული სახელმძღვანელო, ვისთვის არის განკუთვნილი და რა პრინციპებს მოიცავს. კეთილი ნოდარ, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს აუდიტორიას. დიდი მადლობა ამ საკითხებით დაინტერესებისათვის. თქვენ ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ სააგენტომ შეიმუშავა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები და მე ვიტყოდი, რომ ეს არის იმ ფართომასშტაბიანი აქტივობების გაგრძელება, რომელსაც სააგენტო უკვე 2022 წლიდან კანონის აღსრულების დღიდან ახორციელებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოების მიღება გამომდინარეობს სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიიდან, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს სწორედ საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის გაძლიერება და მაღალი ევროპული სტანდარტების დანერგვა. დამეთანხმებით და ეთერში არაერთხელ გაჟღერებულა, რომ 2025 წელი სააგენტოსთვის საკმაოდ ისეთი დატვირთული, აქტიური და პროდუქტიული იყო, თუმცა მინდა ჩვენი მსმენელების ყურადღება შევაჩერო იმ ორ სახელმძღვანელოზე, რომელიც 2025 წელს დამტკიცდა. ერთი თქვენ უკვე ახსენეთ, ეს გახლავთ სტანდარტების სახელმძღვანელო და მეორე ეს უკვე არის გარემოსდაცვითი ხასიათის განაცხადების შესახებ სახელმძღვანელო. ვიდრე უშუალოდ დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე გადავალ, აქვე მე მინდა ხაზი გაუსხვა ზოგადად სახელმძღვანელოს მნიშვნელობას ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობაში და დამეთანხმებით, რომ ერთი არის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მეორე ის, რომ ეს სახელმძღვანელოები მხოლოდ რაღაც სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები არ არის, ხო? კი ბატონო, სახელმძღვანელოები უზრუნველყოფენ სწორედ, რომ კანონის ერთგვაროვანი განმარტება მოხდეს, მისი მარტივად აღსრულება მოხდეს, ბიზნესისთვის ეს წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს, რათა პრევენცირება მოხდეს სამართალდარღვევის და ეს დამეთანხმებით რასაკვირველია, რომ პირდაპირ პროპორციულად აისახება საბოლოო ჯამში მომხმარებლის ნდობის ხარისხზე, ვინაიდან როდესაც გვაქვს გამჭვირვალე ბაზარი, კეთილსინდისიერი თამაშის წესები, ესე დავარქვათ, მომხმარებლის ნდობაც უფრო გაზრდილია. ამიტომაც ეს სახელმძღვანელოები სწორედ ამას ემსახურება, რომ უზრუნველყოს ქართულ ბაზარზე გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერი პრაქტიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ თქვენ მიერ დასმულ საკითხს, სტანდარტების სახელმძღვანელო ახსენეთ. სტანდარტების სახელმძღვანელო გახლავთ 2022 წლიდან 2025 წლამდე რა მნიშვნელოვანი სტანდარტის დადგინდა სააგენტოს მიერ პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შემოთავაზებული დოკუმენტია და ჩვენი მსმენელებისათვის უფრო გასაგები და მარტივად წარმოსადგენი რომ იყოს მთლიანი სურათი განვიხილოთ რამოდენიმე სტანდარტი და აუცილებლად უნდა დავიწყოთ მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ აღვინიშნავს, რომ წარმოადგენს კანონის ქვაკუთხედს და საწყის წერტილს, რომლის გარშემოც ტრიალებს ზოგადად ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობა და სწორედ ამ საწყისი წერტილიდან ითვლება რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებს მოვაჭრე ბაზარზე, ამიტომაც სწორედ ამ ინფორმირებულობის ვალდებულებიდან გამომდინარე არის თუნდაც ფასების გამჭვირვალობა, ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს უნდა მიეწოდოს საბოლოო ფასის შესახებ ინფორმაცია და რას გულისხმობს, ხო? ეს გულისხმობს, რომ ფასი უნდა მოიცავდეს როგორც დამატებული ღირებულების გადასახადს, ასევე სხვა გადასახადს და ნებისმიერ ხარჯს, რომლის გადახდაც საბოლოოდ უწევს მომხმარებელს. ამ ინფორმირებულობის ვალდებულებიდან გამომდინარეობს სწორედ თუნდაც ის, რომ ქართულ ენაზე უნდა მიეწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია, მომსახურება უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე მომხმარებელს. ასევე სტანდარტების სახელმძღვანელო მოიცავს გარკვეულ მაგალითებს, რომელიც არის
ერთგვარი გზამკვლევი აი, აქ ჩვენთან რაც ბიზნესისათვის. პრაქტიკული кейსები ყოფილა, მაგას გულისხმობთ თუ სხვა? პრაქტიკული кейსები, რა თქმა უნდა, სწორედ იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა სააგენტომ, რა გამოცდილებაც 2022 წლიდან 2025 წლამდე ასე ვთქვათ, დაგროვდა ჩვენს უწყებაში. ისევ რომ გავაგრძელოთ სტანდარტების სახელმძღვანელოზე საუბარი, ასევე მნიშვნელოვანია რა სტანდარტები დადგინდა არაკეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის აკრძალვის ნაწილში. სააგენტომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ხო თქვენს ეთერში. მათ შორის თუნდაც ფასდაკლებების დროს, როდესაც მომხმარებელს ფორსირებულ რეჟიმში უწევს ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად მოვაჭრე უქმნის დროის დეფიციტს ან რაოდენობრივ დეფიციტს, პირობითად მაგალითად დარჩენილია 24 საათი და ამ 24 საათის განმავლობაში უნდა შეიძინოს მომხმარებელი, ან თუნდაც 10 წუთი დარჩენილია, ან მაგალითად დარჩენილია მხოლოდ 1 ერთეული და ასე შემდეგ. ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებაც ჩვენი მსმენელებისათვის კარგად ნაცნობი სტანდარტი, მათ შორის არის პლატფორმების მიერ, მაგალითად, როდესაც ბილეთების რეალიზაციის სექტორში, როდესაც ორგანიზატორი, ღონისძიების ორგანიზატორი აუქმებს პირობითად ან გადადებს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში რა ხდება, ხო? ბილეთის საფასურთან ერთად მომხმარებელმა უნდა დაიბრუნოს ვებგვერდის მომსახურების საკომისიოც და კიდევ მრავალი სხვა სტანდარტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის. ყველა кейსი აქ განხილული გვაქვს, ეხლა რო გისმენთ. დიახ, ნამდვილად განხილული გვაქვს, აი ფასების მითითების ნაწილშიც. შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო დოკუმენტი საინტერესოა როგორც ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობის მონაწილე მხარეებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვისაც. აი, სად შეიძლება ნახონ, მოდი, თუნდაც ბიზნესმა, თუნდაც მომხმარებელმა აღნიშნული გზამკვლევი ერთგვარი თქვენ საიტზე არის თუ მის გავრცელება როგორ ხდება? კი ბატონო, ეს ხელმისაწვდომი არის დისტანციურად, რა თქმა უნდა, ჩვენს ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს ჩვენს საიტს და გაეცნოს ყველა იმ სახელმძღვანელოს, რომელიც 2022 წლიდან 2025 წლამდე სააგენტომ დაამტკიცა და ეს მხოლოდ ორი სახელმძღვანელო არ არის დამეთანხმებით, არაერთი სახელმძღვანელო იქნა მიღებული. კი ბატონო, მეორე სახელმძღვანელოზეც რო ვისაუბროთ, მეორე სახელმძღვანელო რას გულისხმობს? მეორე სახელმძღვანელო გახლავთ გარემოსდაცვითი ხასიათის განაცხადების შესახებ და ნოდარ მინდა გითხრათ, რომ ეს სახელმძღვანელო ნამდვილად პასუხობს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებს და რატომ. მოგეხსენებათ, მომხმარებელი ამ ბოლო დროს გააქტიურებული და ძირითადად კონცენტრირებულია ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც ნულოვანი ზემოქმედება აქვს გარემოზე, ეკოლოგიურად სუფთა არის და შესაბამისად ამ მოთხოვნიდან გამომდინარე ბიზნესიც გააქტიურებულია და მიწოდებაც შესაბამისია, ხო? თუმცა აქ ჩნდება დარღვევის რისკი, კერძოდ ის, რომ ბიზნესმა შესაძლოა განახორციელოს შეცდომაში შემყვანი არაკეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობა, ეგრეთ წოდებული greenwashing-ი, მაგალითებით რომ ვისაუბროთ, მაგალითად, როდესაც ბიზნესი მომხმარებელს აწვდის, ინფორმაცია იყენებს სიტყვებს, როგორიც არის მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით გადამუშავებადი, ასევე როდესაც იყენებს ფერთა გამას, მწვანე ფერს პირობითად ან თუნდაც იყენებს სხვადასხვა სიმბოლოებს, რომელიც რეალურად შესაძლოა ეს ჭეშმარიტებას არ შეესაბამებოდეს. ამიტომაც არის საფრთხე, რომ სწორედ ამ ინფორმაციამ შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, იმიტომ რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს საბოლოო ჯამში მომხმარებელი გადაწყვეტილებას, ხო? ამიტომაც, როდესაც აი ეს მომხმარებლის მოთხოვნა ამ მიმართულებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიმართულებით არის გაორმაგებული და აი ამ დინამიკაში აუცილებელია, რომ ის კომერციული კომუნიკაცია და ის მარკეტინგი იყოს აუცილებლად კანონთან შესაბამისი. და ეს სახელმძღვანელო ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ბიზნეს შესთავაზოს და საკმაოდ პრაქტიკული ღირებულების მატარებელი დოკუმენტია, ბიზნეს შეთავაზოს მაგალითები თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევად, რა შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ კომერციულ საქმიანობად, ასევე სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ის პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც საბოლოო ჯამში უნდა განახორციელოს გარემოსდაცვითი ხასიათის განაცხადების
გაკეთება ბიზნესმა. ამიტომაც ეს სახელმძღვანელოც კიდევ ერთხელ განვიმეორდები, რომ ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე და შესაბამისად მე მოვუწოდებ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, რომ გაეცნოს ამ სახელმძღვანელოს. ეს ქონია ისე ოლიკო ამ მიმართულებით, ესეც რო ვისაუბროთ და აქაც ალბათ ინფორმირებულობა კონკურენციის და მოხმარების უფლებების დაცვის სააგენტოს გამომდინარეობს თავად მომხმარებლების მხრიდან, ხო, რომელიც განაცხადს ავსებენ. აქამდე ყოფილა ესეთი ტიპის кейსები? აქამდე გარემოს დაცვითი ხასიათის განაცხადებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ ყოფილა, თუმცა თუ კი ჩვენ დავაკვირდებით ბიზნეს გარემოს, შესაძლოა აღმოვაჩინოთ სამართალდარღვევა და კიდევ ერთხელ განვიმეორდები, რომ აქაც მომხმარებელი უნდა იყოს აქტიური, ვინაიდან ჩვენ საქმის წარმოებას ვიწყებთ სწორედ მომხმარებლის განცხადების საფუძველზე და ამიტომაც მე მოვუწოდებ მომხმარებელს თუ კი აღმოაჩენენ სწორედ ისეთი ხასიათის განაცხადს, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი და თვლის, რომ ეს შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობა, მომართოს სააგენტოს, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ განცხადება ხელმისაწვდომია დისტანციურად ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ადგილზე ვიზიტის ფარგლებში და შეუძლია მომხმარებელს, რომ შეავსოს განცხადება და შემდეგ უკვე კანონის ფარგლებში აუცილებლად სააგენტო განიხილავს ამ განცხადებას. კი ბატონო, და პრინციპში რა წლიური სტატისტიკური დინამიკა, რასაც გვიჩვენებს, ნამდვილად აქტიურობა ეტაპობრივად იზრდება თავად მომხმარებლის მხრიდანაც და დარწმუნებული ვარ, ორი სახელმძღვანელო თქვით, იქ ბიზნესის გარდა თავად მომხმარებლებიც ალბათ აქტიურად ეცნობიან, ხო? თავისთავად ცხადია და სწორედ ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ზუსტად იმ დინამიკაზე და მომხმარებელთა მომართვიანობაზე, რამდენად გაზრდილია ზოგადად სამოქალაქო ცნობიერება მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ამ ორი სახელმძღვანელოს დეტალურად გაცნობისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ოლიკო კობახიძე, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი. ჩვენ ტრადიციულად უკვე შემდეგ სამშაბათს კვლავ გვექნება აღნიშნული რუბრიკა ჩვენს ეთერში.